მიტროპოლიტ სერაფიმეს დავისული. Წუხართ და უსამძიმრებ პირველ რიგში მის ახლობლებს, ნათესავებს, საძმოს. ნამდვილად ნაყოფიერად განვლო მისმა ცხოვრება. მან დიდი კვალი დატოვა ქართული სამოციქულო ეკლესიის ცხოვრებაში. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში. პირველ რიგში მე მინდა გავიხსენო მეუფის ეკლესიაში მობრძანება. ჩვენ ერთად მოგზაურობდით წმინდა ნინოს გზაზე და ჰქონდა საშუალება ვესაუბრა მონასტრულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და გზაშივე აღვიქვა მეუფემ, რომ მე მონასტერში მოვალო და მობრძანდა მარტყოფის მამათა მონასტერში. მე მაშინ მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვიყავი და ძალიან გულმოდგინედ შეუდგა მონასტრულ ცხოვრებას. აი მართლაც ყველანაირ მორჩილებას ასრულებდა და მორჩილების დროს დაიჭერეს და მხატვრობით, ხაწერით. და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ფოკაში გადავიდა ჩვენი მონასტრიდან, მალევე გამოირჩა მღვდელმთავრად. და მღვდელმთავრობაში ხაზგასასმელია მისი სულიერი ყოფა. ის ძალიან დიდი უბრალოებით გამოირჩეოდა, დიდი თავმდაბლობა ჰქონდა. მას შეეძლო ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, უბრალო ადამიანთან, მრევლთან, შეიძლება გამოჩენილ ადამიანებთან და ეს იყო მისი უმთავრესი თვისება. თქვენი ცით რომ მას ბევრი გასასწრებებიც დაახვდა თავს და აი მღვდელმთავარი რო აი ყველაფერს გადაიტანს, ნამდვილად მე მჯერავს რომ ის ნაშე გამახდება. მერთმა აცხოვს მისი უკრავი სული. ძალიან მწუხარ, დიდი დანაკლისია ეკლესიისთვის მისი ამ ქვეყნიდან გასვლა და ჩვენი თხოვნა არის, რომ ოცებში მოიხსენიოთ 40 წლის განმავლობაში. ანოშვიდები, შეკვეთილი წირვები. ჩვენი მოვალეობა არ არის ადამიანის საქმის განხილვა. უფალია გამჟელი, უფალია გამკითხავი. ჩვენ მოკვდავმა ადამიანებმა ვინოცოთ უფლის წინაშე, რომ მისმა სუმა დაიჭიროს იქ, სადაც მართავენ და წმინდანებს ვიდროდნენ. მერთმა აცხონოს, მერთმა შენდობა მისეს მისუხდავს და ჯერავს, რომ ნამდვილად ისიც ილოცებს ჩვენთვის, იმიტომ რომ სამშობლო უყვარდა, დედა ეკლესია უყვარდა ძალიან. ნებისმიერი მისი ინტერვიუში იგრძნობა, რომ ეს ადამიანი წითელი და ნაღდი. არ თამაშობდა და სიცხოები და გულიდან წამოსულ სიტყვებს ამბობდა და გვერდმა შეუწიროს ეს სიცხოება და ეს უბრალობა და თავმდაბლობა. გვერდმა აცხონოს მისი უკდავის სული.